საბერძნეთის კუნძულ კერკირიდან საქართველოში დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელისმტევანი ჩამოაბრძანეს. მართლმადიდებელი სამყაროსთვის ეს უდიდესი სიწმინდე კორპუსის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. აეროპორტში სტუმრებს უგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მიესალმა. მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ სიწმინდის საქართველოში ჩამობრძანებით ჩვენს ქვეყანაში დღეს ბედნიერება და სიხარულია. კორპუსის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე მეორედ იმყოფება საქართველოში. მღვდელმთავარმა ასევე აღნიშნა, რომ ლოცულობს საქართველოს ეკლესიის მომავლისთვის და კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ილია მეორემ 35 წლის განმავლობაში ქართველი ერი გააერთიანა. დღეს საქართველოში არის ბედნიერება, სიხარული, რათა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები ჩამოვიდა ჩვენთან. დაალოცავს, აკურთხავ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს, ჩვენს მრევლს. ეთელი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. მეტადრე სასიხარულოა, რომ ეს ხდება აღდგომის წინვალე დღეების დღესასწაულის დროს. Ευχαριστώ სევასმიოდეთ პარაპოლიტიკა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩვენ მოვდივართ კუნძულ კერკირიდან, რომელიც გახლავთ ისტორიული კუნძული, არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ ზოგადად ისტორიული დიდი მნიშვნელობა აქვს მას. ჩამოაბრძანეთ წმინდა ნაწილი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომელიც არის არა მხოლოდ ჩვენი კუნძულის მფარველი და ჩვენი მამა, ასე ვიტყოდი მე, არამედ ზოგადად მთელი მართლმადიდებლური სამყაროსი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საკმაოდ დიდი კავშირი აქვს საბერძნეთს საქართველოს ისტორიულ საქართველოსთან, ანუ ეს კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენი მაღალ ყოლად უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობისათვის, რომელსაც ვიცნობ კარგად და ასე მეც ჯანმრთელობას უსურვებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც 35 წლის პატრიარქობის განმავლობაში შეეძლო, რომ გაერთიანებინა ქართველი ერი და იგი მოექცია ერთ საფარულ ქვეშ. აეროპორტის გასასვლელთან სიწმინდეს მრევლი ყვავილებით შეხვდა. შემდეგ კი თითოეულს მასთან მიახლების საშუალებაც მიეცა. დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი ნუგეშის დღე. პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ეკლესიის ისტორიაში პირველად ჩამობრძანდება ასე დიდი წმინდანის წმინდა ნაწილები. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი არის ჭეშმარიტ უდიდესი საკვირველთმოქმედი დიდი წმინდა მამა. მთელი სოფლიო არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ამ წმინდანს. მისი წმინდა ნაწილი ეს ნიშნავს ის ცოცხლად, უხილავად შემობრძანდა საქართველოში. ყველა მართლმადიდებლისთვის ცნობილია ამ უდიდესი წმინდანის დიდი ღვაწლი და მის დიდი მადლი, რასაც ის აფრქვევს ყველა მართლმადიდებელზე. დალოცოს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა სრულიად საქართველო გააერთიანოს, დალოცოს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი და დალოცოს ჩვენი სრულიად საქართველოს ყველა ოჯახი. ეს იმხელაზე ემია წარმოუდგენელი თვითონმა ქართველმა და სრულიად საქართველომ, რომ გააცნობიეროს რა ხდება ამ წუთში საქართველოში, რამხელა სულიწმინდის მადლი გადმოვიდა. მთელი საქართველო ეხლა წამოვიდო და სამებაში. მე მოუწოდებ თვითონ ქართველს, თვითონ ქართველ ქრისტიანს მოვიდეს, თაყვანისცეს წმინდა სპირიდონს და თავის სახლში შეიტანოს ის მადლი, რაც მოყვება წმინდა სპირიდონს. აეროპორტიდან დელეგაციამ წმინდა ნაწილი საქართველოს საპატრიარქოში გადააბრძანა. სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხმა-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სიწმინდე მოილოცა და სტუმრებს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგ კი წმინდანისადმი საველთრებელი პარაკლისი აღევლინა. წმინდანი, რომელიც მე-4 საუკუნეში კუნძულ კვიპროსზე დაიბადა, თავდაპირველად მწყემსი იყო და თავისი მცირედი შემოსავლით ოჯახთან ერთად გლახაკებსაც ეხმარებოდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნეტარს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ იგი მონაწილეობდა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაში. იგი მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა და მის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. წმინდანი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 348 წელს. ნეტარის წმინდა ნაწილები კუნძულ კორფუსზე განისვენებს. დიდებული დღე არის და მადლობა უფალს, რომ ეს მადლი
ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში ჩამოგზანდა წმინდა ნაწილები, რომელსაც მოილოცავს ჩვენი რევლი. ეს მადლი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას აი ამ რთულ და ძალიან მართლა საპასუხისმგებლო პერიოდში ძალიან დიდ ძალას შეცენს და შემატებს. სპირიდონ თესბიტელის შესახებ თქმულებები ყველამ ვიცით. იცით, ეს იყო ეს წმინდანი, რომლის სხეულიც უხრწნელია და ტემპერატურას ინარჩუნებს და იცით, ეს ცნობილი ფაქტი იყო, რომ მან მარჯვენა ხელში დაიკავა თიხა და ალიავარდა ცეცხლი ზემოთ, ქვემოთ წამოვიდა წყალი და ხელში შერჩა თიხა. იცით, ეს არის სიმბოლო სიწმინდის, ძლიერების და ჩვენ საქართველოს ძალიან ჭირდება გაძლიერება. საპატრიარქოდან სიწმინდე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანეს და მრევლს ეკლესიის შუაგულში დაბრძანებული წმინდანის ხელისმტევანთან მიახლების საშუალება მიეცა. დღესვე მწუხრის ლოცვაზე ტაძარში საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი მიბრძანდა. წმინდანის ხელისმტევანი აქ 28 მაისამდე დარჩება. შემდეგ კი სტუმრები სიწმინდესთან ერთად თერჯოლასა და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს ეწვევიან. ტაძარში 28 მაისამდე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისადმი სამედრებელ პარაკლის ყოველდღე გადაიხდიან. ასევე მრევლს მასთან მიახლების და მოლოცვის საშუალება ექნება. როგორც ცნობილია, წმინდა სპირიდონს მორწმუნეები არა მარტო სულიერ მხნეობასა და წარმატებას თხოვენ, არამედ მას ევედრებიან მატერიალურ შეწევნასაც.